უკვე მეათე დღეა, რაც ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპედიციის ჯგუფი ფიჭვნარის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს ატარებს. დღევანდელი დღე კი იმით გამოირჩევა, რომ ექსპედიციის ჯგუფს დილის გადამღები ჯგუფით შეუერთება და ვინც ის იქნებ დღეს სენსაციური აღმოჩენის მომსწრენიც გავხდეთ. წავედით. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული წელია არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. აქ აღმოჩენილი ნივთების საფუძველზე ჩანს, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო დასავლურ-ტომობრივი კოლხური კულტურის უძველეს კერას წარმოადგენდა. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა 45 წელი და 10 დღე წელს მიმატებული უკვე გაგვეტარებინა ფიჭვნარის ცელი ნეკროპოლების სამაროვნების ტერიტორიაზე და აი ამ ბოლო წლებს გაგვეახლებინა სამუშაოები ნაქალაქარის ტერიტორიაზე. ჩვენ სრულიად ახლებური მეთოდიკით ვმუშაობთ. კერძოდ, როგორც ხედავთ თქვენ, აი ამ ჭრილში ჩანს სხვადასხვა ეპოქის პლასტები. არქივია ზღაპრული მიწისქვეშა. ჩვენ 10 დღეში დავიწყებთ მასალების ალაგებას, რომელიც სოფლიოს ნებისმიერ მუზეუმს გაამდიდრებდა. ეს მიწისქვეშა ძეგლი 100 ჰექტარზეა გადაჭიმული და კოლხური კულტურის გენეზისის, საქალაქო ცხოვრების წარმოშობის და ანტიკურ ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობების კვლევის უმდიდრეს ინფორმაციას იძლევა. აქ არქეოლოგიური მასალა თითქმის მიწის ზედაპირს ედევს. ეს ბრჭყალებში მიწის თხრა, ანუ არ არის მხოლოდ მიწის თხრა, ეს არის უდიდესი მეცნიერება, რომელშიც ძალიან დიდი არსი დევს. არც ერთი კვლევა არქეოლოგიის გარეშე არ იქნებოდა, არ არსებობს. ყველაფერს რაღაც სჭირდება საბუთი, მასალა, არაცის დასკვნას შესაძლოა, უნდა მოხდეს აუცილებელია და არქეოლოგია გვაძლევს სწორედ ამ მასალას, რაზეც ამ დიდი გამოკვლევის შემდგომაც ხდება რაღაცის დადასტურება, რაღაც მასალების. მიუხედავად იმისა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიურ ზრდას სწავლობ, ძალიან მაინტერესებდა არქეოლოგიაც, დიდი ინტერესი მქონდა პროფესიის მიმართ და გადავწყვიტე, აქ მუშაობის შედეგად გადავწყვიტე, რომ მაინო პროფესია დავირჩიო არქეოლოგია და შევისწავლო ისე, როგორც საჭიროა. ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორია არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ცივილიზაციის ბედნიერი შემთხვევაა, რომელიც მომავალში კიდევ არაერთ საიდუმლოს გაგვიმხელს. მსგავსი მადლიანი ძეგლი იშვიათი არის. ეს იქნება ჩვენ ამას რომ ფენების მიხედვით ჩვენ და ჩვენი მომდევნო თაობები შეისწავლიან ამ ჭრილების მიხედვით, უკვე ეს იქნება საზომი, კრიტერიუმი თვითონ ფიჭვნარის 100 ჰექტარის სხვა აღმოჩენებისა და მთლიანად კოლხეთის შესწავლისათვის. როგორც ნახეთ, ამ საქმეს უდიდესი ნებისყოფა და მოთმინების უნარი ჭირდება, თუმცა ამის პარალელურად შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ მიწა, რომელსაც გამუდმებით ჩვენ ფეხს ვადგამთ, უამრავ საიდუმლოს მალავს.